მოგესალმებით მეგობრებო, ჩვენ ვართ ბროები და ვიღებთ შემდეგ ეპიზოდს. შეგახსენებთ, რომ ახალი აპლიკაცია გვაქვს. და კადიქს მიღმა ხმის ნაცვლად აპლიკაციაში ვიგებთ, ვინ არის იმპოსტერი, ჩვენს კითხვას და ასე შემდეგ. და სხვათა შორის ერთმა გამომწერმა ჩაგვიგდო თავისი გაკეთებული აპლიკაცია, თაზო მეფარიშვილი, თუ სწორად მახსოვს და ბევრად მაგარი იყო. ჩვენსაც ჯობს. რა თქმა უნდა, ჩვენი კლოდის გაკეთებულია. პროსტა უბრალოდ ჩვენთან არის, რომ ჩვენ ბევრი კითხვა გვაქვს, რა, 100 კითხვა გვაქვს და იქ რაღაც ჩვენი კითხვები იქონდა, პროსტა ჩამოწერილი რა. ძალიან მაგარი იყო და იმედია Play Store და App Store-ში გადავიტანთ. ვცდილობთ მაგას. აი, AI ვერ ჩაანაცვლებს ადამიანურ რესურსს. დაიწყე. 1. აი, კითხვა რა იყო? თავი კითხვა არის ასეთი, რამდენ კონცერტზე იყავიო წელს რა? კაი, რა ვქნა ახლა? კაი, კოსტა. ხო. კაი, წავს გაჩე. ჩვენ ვიცით რა კონცერტზე ვიყავით. თქვენ კანიევესტის კონცერტზე იყავით? შენ რა კონცერტზე იყავ? ოზის. ოზის კონცერტზე. ოზის კონცერტი ხო გონდა იმ დღეს? ეგ არის კონცერტი არ არის. აბა წელს არ ყოფილა 12 კონცერტი. აი, ხა იქ იყო ბარში წავედით და ანუ ცოცხალი მუსიკა იყო და რაღაც, მაგრამ აი ხო, მაგრამ ნახე კონცერტი არ იყო. თავისი ბენდი 8 წლის შემდეგ დაბრუნდა, ეგრე გამოაცხადა, ეგრე დაანონსა და ყველაფერი, ამიტომ კონცერტად ჩავთვალე რა. ეხლა ჩვენ რა ოზის ვიცნობდით და მაგიტომ მივედით იქ და რაღაც ბარში ვიყავით ხო? ჩვენ ეხლა არც გვიფიქრია ეგეთი რაღაც. მე რადგან არ ყოფილა არც ეგზე უცებ მეთქი კონცერტზე გარჩავაჭირო. ისეთი რაღაცა შეუძლია დაწეროს. ანუ კოსტას შეუძლია ეგეთი რაღაცა დაწეროს ოზის კონცერტზე. კონცერტი არ მიფიქრია მე ოზის. ხო, მე კონცერტი ვიფიქრია. იქიდან გამომდინარე, რომ საერთოდ არ ყოფილა. აი, ბოლომდეც არ ყოფილ ხარ მაგ კონცერტზე. არც შედ. ხო, მე არ მიწერია მე. ხო, იდეაში. ხო, მაგრამ ეგ ჩავთვალე, იმიტომ რომ საერთოდ რამდენიმე სიმღერას მოусმინეთ და მე გავისეინეთ და არ დავუნებულვართ მე რა და. კაი. მაგრამ ხო, მესმის. ცოტა რთულია, ოზი აქ არის, Kanye West-ის საკითხზე. ხო, მაგრამ ისე ჩვენც არ ვიყავით Kanye West-ის ბოლომდე კონცერტზე. ჩვენ მუშაობდით. მაგრამ ნახე. ეგრევე ვერ მოიფიქრებდა მაგ პასუხს. კაკრას ეგრევე არ მომიფიქრებია. ხო, მაგას ვფიქრობ მე. ანუ ეგ თუ ჩაფიქრებული არ ქონდა კონცერტში, მაგას ვერც გაიხსენებდა მგონია და მაგიტომ მგონია რომ შენ ხარ. აი ეხლა როგორი ისაა, იცი? ვაფშე ვერ მოვდი ლოგიკას. ყველას რადგან 1 გვიწერია. აი გაკთხვაზე უნდა დავადოთ ვინმეს ხელი. გაერთოს გაჩე. ანუ კოსტას ლოგიკა რაღაცა გავიგე. ანუ მე რატო ვარ მაგას ვერ მივხვდი. ნახე, იმიტომ რომ მე ხო ვიცი რომ არ ვარ და. ეხა სექსუალური არა, კოსტა რო არ არის. რატომ მგონია? იმიტომ რომ ოზის კონცერტი ეგრე მარტივად ვერ მოიფიქრებდა წამებში. ანუ თუ კითხვა არ იყო მაგის. შენზე სწრაფად დაზრუნებს. ანუ თუ მოითხოვაო, რომელ კონცერტზე იყავიო და ეგრევე ოზი გვიპასუხაო, ეგრე მალე არ გაახსენდებოდაო რა. მე ეგრე ვფიქრობ. მაგარი კოსტა შენ რას ვიქნა? მე არ ვიცი, აი მართლა გონზე არ ვარ. ანუ ეგ არგუმენტი რომ მე ვიცი რომ არ ვარ, ეგ მეც მაგ ყველას გვაქვს მაგრამ. ეხა სისულელი არგუმენტი. ხო, ანუ მეტი ეხა 1 რა ვიცი, ორივე ვიცი რომ Kanye-ს კონცერტზე იყავით თუ Kanye-ს, რაცა. ხო, არ ვიცი, რა მე მართლა ვარიანტი არ მაქვს საერთოდ, იმიტომ 1 და 1-ში რა. აი, შენ პროსტა დავადოთ. მე მაინც 1, 2, 3 გიო. იყო მე არ ვიცი. გიორგი იყო იმპოსტერი. ჩემი კითხვა იყო, რამდენ თამაშზე იყავი წელსო? ფეხბურთისო და წელს მაგრამ ყოფილა. ნუ ახლოს იყო მე. აი, 1-ზე თუ 2-ზე ვიყავი, არ ბევრზე არ ყოფილა წელს. 11, 12. 12. 10-11. აი, ნახოთ ახლა თავარი კითხვა რა იყო. რამდენი წლის იყავი, როდესაც პირველად შეუერთდი და რეგისტრირდიო სოციალურ მედიაში? კოსტა რა იყო შენი პირველი სოციალური მედია? Skype-ის Excel-ში ითვლება? იცი მე არ ჩავთვალე ახლა და მაგითო. მე ჩავთვალე. აი მე არ ჩავთვალე, იმიტომ რომ Skype-ი ბევრად ადრე მქონდა. ბევრად ადრე მქონდა? Skype-ი ძალიან ადრე მქონდა და მე აქ Excel-ში ჩავთვალე Facebook-ო აბრაზნი გავსები და პირველი იყო ოდნოკლასნიკი. ჩემი პირველი Skype-ი იყო. არა, ჩემი პირველი დაჟე. ხო, Skype-ი იყო. და მე იყო რაღაც ქართული რაღაცეებიც იყო. Geo კლასში. რაღაც ეგეთი რაღაცეები იყო მახსოვს რა ბავშვობაში რა და მე არ ვიყო პირველი რა იყო ჩემი. კონტაქტი. არა, არც ხო. ოდნოკლასნიკი ვთქვი და კონტაქტა ჯობია მაგას რა. არა. ოდნოკლასნიკი ძალიან ის იყო, აი, ბავშვები მან შედიოდნენ ვაფშე. რა იგი? ვიღავით ბავშვი. მილენიალები ვიღავით ყოველ შემთხვევაში. მე მგონი არც მქონდა. ხო, შენ დროს შეიძლება ჩვენ დროს ჰაიპი იყო ოდნოკლასნიკები საქართველოში. შენ დროს უკვე ერთი წლით ხარ ზოგადად. გაატელევიზიეს, ბიჭო, ოდნოკლასნიკიო შემოვიდა საქართველოში, ტელევიზიაში გამოაცხადა, აი და რაღაცეები. ყველას დაახლოებით ერთი და იგივე პასუხი გვიწერია, ძალიან რთულია ეგ ახლა.
კოსტა, უფრო ნადრევ ასაკში Skype-ი როდის ქონდა? Skype-ი ალბათ ერთი 8-9 წლის ასაკში მქონდა რა. და იდა ჩემთან დავდიოდი ხოლმე ხშირად სამსახურში და იქ გავაკეთე კოსტიკ 5. მართლა. ჩემი იყო დინოზავრები მივასებოდა რა და Rex ქვედატირე Rex 09. ვა, საუბრობ რო გახსოვთ საერთოდ Skype-ი რა. და მაგ დროს იყო ძალიან აქტიური თუ გახსოვს Skype-ის გატეხვა და რაღაცა თემები და პაროლი გამეყედა, იც მე მეგონა რომ ესე ტეხდნენ, გამოიცნობდნენ, ან ნახავდნენ და გამტეხის დედა ვატირე. მაგრამ ვატირეთი მე მეწერა, ანუ იმდენად შეუბღალავი ბავშვი ვიყავი, რომ მეტი არ ვიხმარე სიტყვა. ხო, მაშინ დაგვიწერა კომენტარებში თვითონ აიწერათ. გამომწერეთ ჩვენსაც Skype-ში. ყველას ეგეთი სახელები ჰქონდა რაღაც უცნაური. მე ხარ რო აღვა, ამასე მაინტერესებდა ხო იცი? მე გამახსენდა რა. ეხლა მე მგონი გაუქმდა საერთოდ Skype. მოკლა მაინტერესებდა. კი, ხო, 1-2 წელია. ხო, 1-2 წელია. მეც რა მქონდა? Woody Woodpecker-ი. მართლა? ეს და ამის Woody Woodpecker-ი. ახლა გამახსენდა და ის მქონდა, ავატარი მქონდა Woody Woodpecker-ი. ჯანსერ ჩონდა მე მაგრამ მევასებოდა Skype-ი. ბიჭო, აღარ იყენებდა. მე განვითარდა. არ იყენებდა. აი, სოციქსელს როგორც სოციქსელი არ აღვიქვა მე. იცი რა არის თან Skype for Business-ია დატოვებული მარტო. ანუ ეგ არსებობს. Skype for Business. ხო, ანუ ვიცი რომ მაგრა იყენებენ მაგას. კი. ან ეგივე team სისტემა არის. ხო, შიდა კომპანიაში რომ იმესიჯო რა და. ხო, ეხლა Microsoft-მა დაიწია უკვე ეგ Skype-ი და თაღლითებიც იყენებენ მაგრად. იმიტომ რომ შეუძლიათ ანუ Skype-ი არ გიჩანს რომ გირეკავს და ნებისმიერი ქვეყნის კოდით შეუძლიათ არეკოს. უი, მართლა არ ვიცოდი. მაგრამ Skype-ით რეკავენ. ხო, არ ვიცოდი. აი, რატო იცი შენ? მოგატყუეს ეგრეთო? არა, არ მომტყვეს. აი, რენდომ უნდა დავადოს ალბათ. კაი, მე მაინც ყასას ვიქნა. ყასას ვიქნა ძალიან მარტივი მიზეზით, რა მე მიშას დავადებ. კითხვა რომ გაიგო ჩაეცინა რაღაც და მაგიტომ ვფიქრობ ერთადერთი რა, სახის მიმიკიდან გამომდინარე. კაი, 3, 2, 1, მიშა, კოსტა. მე არ მიყავი იმპოსტერი. მაშინ მიშა მოფიქრე. კი, მე ვიყავი იმპოსტერი. მიშა რა იყო შენი კითხვა? ჩემი კითხვა იყო მეილი როდის პირველი როდის მეილი 12 წლის ასაკში ქონდა? კი. 3, 4 6, 7. რამდენი ახლო მეგობარი? ძალიან გაგიკვირდა კი. 6-7-ზე ეგრევე მივხვდი. რამდენი ახლო მეგობარი გყავსო? დავითვალოთ თუ გინდა. დავითვალოთ. შემდეგი წერია? 3. 3. 4? ვინ 4? ეჭვიანობს. რა შენო მეგობრების ატყავს. რას გია 3? არ ყავს მეგობრების ატყავს. ეხა 6-7 მე თავისუფლად მივალ მიკროფონს მივართ. ხელი 6-7 თავისუფლად. მიდი. თქვენ ორი ჭანტურა, ლექსო, სილმარტი. და ჩემთვის ახლო მეგობრები არიან ძალიან, ანუ ყურე, მეგობრები, მშობლები არიან, მაგრამ მეგობრებიც არიან დედა და მამა. ესე ჩემი. Nice try. აჰა. Good luck next time. ესე ჩემი 6. 7 იყო ვიღაცა რაღაც იქნებ გამორთე. იქნებ იყოს ვიღაცა. ვიღაცა არ ვაწყენინო რა. ამის დედა ვატირე მე რა. რატომ მქონდა ეგრე რაღაცა იქ. კაროჩ. ხო, ძალიან იავნი აცდენა იყო. ხო. კაი რა გაიწყო. ფიზიცემის გარეშე. ხო. მე ვიყავი იმპოსტერი. ესე რამდენი უნდა გყავდეს? აი ხა ძალიან შესეთია, აი ხა რას ქვია, უნდა არა, ხე very close, ანუ ძალიან მოკლედ მე ვფიქრობ რომ რაც არ უნდა სოციალური ტიპი იყო 10 ახლო მეგობარზე მეტი ვერ ეყოლება 10 არის მაქსიმუმ. ძალიან ბევრია. ჩო ეხა დავფიქრი. ეხა პროსტა მეგობარი კი. არა, ახლო. ეხა მე მარტო ბიჭები თქვი. ეხა დავფიქრი და 6-7-ზე მეცავდი ვარ. მე გოგო მეგობარიც ვყავს რამდენიმე. ახლო. არა, ეგეთი ახლო როგორიც ის ბიჭები არიან თორე. ნუ ეხა თქვენ აქ ყოველ აკი? არა, ყოველდღიურობაში არა ამან საქმე რამდენად ხშირად ხვდები. არა, ვარიან კი, რატო არა? ეხლა რო დავფიქრდი 6 კი. 4. ესა 2 გოგო, 6. ხო, ყოლია. მანამდე მომიფიქრებინა, აი დედმამაზე წავედი პირველი და. არა, შენ უკვე კითხვა რო ნახე. მე კითხვა რო ნახე, ვიყავი. შენი სახე იყო. მე არ უნდა წავიკითხო. მე არ უნდა წავიკითხო რა კითხვები რა. შევხედე და უკვე როგორ ვიყავ ისი? ამის დედავატი. აი, ჩემი კითხვა იყო ძალიან ისეთი. რამდენ ადამიანს ენდობიო, აი ძალიან რო ენდობიო რა? 18. 18. ჯერ არა. 18. რამდენი წლის იყავი, როდესაც ცალკე გადახვედი საცხოვრებლად. ცალკე რა, მარტო გადახვედი საცხოვრებლად. ხო. ჯერ არა, შენ არ ხარ. ხო, მე მარტო არ ვცხოვრობ. მაგ ხანდახან ცხოვრობ მარტო, მაგრამ ასე გადასული არ ხარ მარტო. მაცა ერთ წამს. ვიპოვეთ იმპოსტერი.
მე 18-ის ვიყავი რომ გადავედი მარტო საცხოვრებლად, მაგრამ ეს არ იყო 18-ის რომ გადავედი. მე შენთან რამდენი ხანი ვიყავი ხოლმე. ანუ ეგ ჩათვალე არ იყო ცხოვრობდი, რა. კი, ჩემთან ცხოვრობდი, ბაზარი არ არის, ცხოვრობდი. ეხლა გავითი შევცვათ ხე ესე ვიყავი რა. მე და კოსტას ერთად გვიწერი მაგრამ. გამახსენდა რომ შენ იყავი იქნებოდი ერთ მესამე კურსზე დაახლოებით, რომ კურსზე იყავი. ხა, 21-ის ვიყავი. 21-ის იყავი, რა. შენ ასე დასილდები. შეიძლება არაფერს. ხელსაყრელ მომენტს. არა. ძალიან მაინტერესებს შენი კითხვა და იყო. ჩემი კითხვა იყო პირველად როდის იქირავე აპარტამენტიო რა და მე გვიგულისხმე რომ პირველად ვიქირავე, აი მაგალითად მე პირადად რო გადავიხადე ჩემ ფულიდან და არა მშობლებმა რაღაც მომწეს, აი დასასვენებლად რო წავედი ჩვენ 18 წელს რო გავიგე. ვიქირავეთ, ეგ ჩავთვალე. მაგიტომ მეგონა რომ არ ვიყავი იმპოსტერი, შენც რადგან 18 და წერე. მეთქი ვსო ესეც ბაკურიანს წერს. ბაკურიანს აიდანს გამოგვაგდე. ცოცხალი რომ დავასრულე წელი. პროები. კილონახევარი დავიკელი. კილონახევარი. რა იყო შენი ყველაზე დიდი მიღწევა გასულ წელსო? პროები რატო იყო შენი ყველაზე დიდი მიღწევა? არა, მე სადაც მონაწილეობა მივიღე, კაცო, ანუ ესე მიუდექი რა აკაურობის ვაიბში. მე სადაც მონაწილეობა მივიღე, რატომ გეცინება? ანუ როგორ არის? დარჯერა. ბიჭო, არა, რატო, ანუ. კაი, გაჩერე. შენი გაცეცლა. მაგანი არ დაგიკლია გასულ წელს. გასულ წელს რას ნიშნავს? ანუ ამ თუ იმ წელს. 2025-ში? მაშინ მეტი და მართლა? კი. სერიოზულად? კი, 5 მაშინ. 5 მაშინ. ხო, მე просто ერთი მოა წაშალე და 5 კილო დავიკე. 5 კილო დავიკე. აჰა. მე აფერი მიხსევა მქონია გასულ წელს საერთოდ. ჩემი ერთადერთი მიხსევა იყო რომ შვიდობიანად დასრულდა ყველაფერი და მორჩა დამთავრდა. კაი, მე მგონი მივაგენით ხო მარტივად იმპოსტერს. აი მეც რო ეგ კითხვა მქონოდა. მაგას დავწერდი აუცი კი, თან მე ხო იცი. შენ ვაფშე ხო. არც მე არ მქონდა ნაკლები, მაგრამ არა, ბაზარი არა. კოსტა რა იყო შენი კითხვა? რა გააკეთე ისეთი შარშან, ითიც ყველაზე მეტად ისიამოვნეო რა და ნუ თან ხუბრობით, თან ამოაიბით პროები დავწერე რა, პროებში მონაწილეობა. ოკეი. დაგიფასებთ. მაგ კომპლიმენტს. ჩვენთან თუ ისიამოვნე. სამწუხაროა რომ სკვარი დაგისიამოვნია. 7 წლის რო ვიყავი. მე 15-16, მაგრამ 6-7 წლის ასაკშიც. არასდროს. კაი, მოდი კითხვა ვნახოთ. რამდენი წლის იყავი, როდესაც პირველად შეისწავლე მუსიკალურ ინსტრუმენტზე დაკვრაო? კაი, არასდროს? მუსიკალურ ინსტრუმენტზე არც ერთზე არ ვიცი დაკვრა. გიტარა ხო იცი? გიტარა არ ვიცი, ერთი სიმღერა ვიცი, ისიც გესვაივაგლახით. ეს ეხა იცი ვაივაგლახით. ეხა მეც არ მაქვს არაფერი, მაგრამ იმ დროსაც არის. სასწაულად არ ვიცოდი, ისე ერთი ვიცოდი უკეთ ვიდრე ეხლა, მაგრამ ისე არ ვიცოდი. 7 წელი რა ისწავლე 7 წელს ასაკში? გიტარა პირველ კლასში რო შევედი, მაშინ დავიწყე სწავლა. რა? 7 წელს ასაკში დაიწყე სწავლა? გიტარი? არ მახსოვს 6-ის ვიყავი თუ 7-ის. გიტარის ზომა ვაფშე იქნება, იყავი ზომა. მე რა, პირველ კლასში დავიწყე. მიდი შევიტანე გიტარა დაუკე. და საწყობია გიტარა. გიტარა სტუდიაში. გიტარა სტუდიაში. რა გინდათ? მიდი რაც გინდა. ბანდერას დაუკე. ასაწყობია გაწყობა არ დაიწყო. აი, არ მინდა ეს ამის აწყობა. პროსტა რაღაცა უცოს გვანახე. მოიц თუ მოგედონებათ. გარიბის მეგობრები ძანია. გაროჩე. ასაწყობია, თორე მაგრა გამოგდიოდა რა. მაგრა არა, მაგრამ გამომდიოდა რა. გოგოებო, ვისაც გინდათ მიშეს გასწავლა, მოგწერთ პირადში. 5-6-8. გას შენ რა ისწავლეთ 15-16 წელს? 15 წელსში გიტარა. ანუ ყველას გიტარაზე გვაქვს. არა, მეც გიტარაზე დავიწყე, მაგრამ 6-7 წლის ასაკში პიანინოზე დავყავდი ჩემპებს. მაგრამ მაგას სწავლა არ ქვია, ვერ ვიტანდი რასაც ქვია რა. მე მაგრამ მინდოდა. ხო და ამიტომაც ის პიანინო არ დავწერდი და არც მისწავლი არაფერი მაგ დროს ბავშვობაში. დღეს არ გაქვს სრული რო ისწავლოთ რამე? კი, მაგრამ დრო არ მაქვს. მე მაგრამ მინდა. აი გიტარაზე მეცოდინებოდა კი არა და ვისწავლედი სიამოვნებით. კაი, ისა, მოდი ხმის მისამაზე გადავიდეთ, მაგრამ კოსტა მგონია რომ მაინც დაწერდა რაღაცას რა. არასდროს არ დაწერდა რა. გიტარას მაინც დაწერდა ერთი რაღაც, ხო იცოდი რომ უკრავდი რაღაცა. ხო და ერთი სიმღერა ვიცოდი და ისიც კარგად არა, ანუ შეხო პიანინო არ ჩათვალე. არა და დაყავდით და გასწავლიდი. აი. კაი, მაშინ შენ დამარწმუნე ეხა და მიშას მიცემ ხო. 3, 2, 1 კოსტა. იყოს მიშა. კოსტა შენ იყავი? ხო. აუ ვიცოდი რა. მე ვიყავი და ჩემი კითხვა იყო, როდის ისწავლე, რა ასაკში ისწავლე სწორად სიმღერაო და რა სწორად სიმღერა ღმერთს. ჯვარის წერია ვინმე ჩემი სიმღერის მოსმენის. იმის დროს რა ქვია, ბანაობის დროს ღიღინებთ ხოლმე? კი. კი. აი მე დაჟე მაგ დროსაც ვაწუხებს ჩემი ხმა, ანუ მე მაგრამ მღერ. საბამ მითხრა კომპლიმენტი.
გადაღების მერე რომ მივდიოდით, მაშინ მაგრა გწოდნია. просто так მითხრა თუ რო იცოდა რომ ფული მაქვს ჩასარიცხი თუ მართლა მოეწოდა ვერ მივხვდი. დავაგონგრედოთ რომ მანქანაში იყავით და ისე მეროდი. ხო, მე რა ვთქვა. არა просто ისე დაიმხავდი. ბანაობის დროს გიგინი და მე თან ფული მქონდა ჩასარიცხი. და საბამ და რაღაც ისე ვიყავი რა. დროზე დააგონგრედე. 1200 ლარი. არ მახსოვს. არ შემიდარებია. კარგი, კითხვა არის ასეთი. ერთ გასვლაზე ყველაზე მეტი რა თანხა დაგიხარჯავს სულ. просто ერთ გასვლაში რა იგულისხმება, არ ვიცი. ხო, ანუ ეგ ძალიან ისეთია რა, გასვლა შეიძლება იყოს ბარში გასვლა. და შეიძლება სამოგზაურო წასვლა. ხო. შეიძლება მანქანა ვიყიდე იმ დღეს ანუ ხო. ეგ არ მიგულისხმება. არა, მანქანის ყიდვა ოკეი, მაგრამ სამოგზაურო წასვლა ხო არის გასვლა. ხო. ან ქალაქიდან გახვედი სიტყვაზე 2-3 დღით. ანუ სამოგზაურო სხვა ქვეყანაში. ერთი დღე ანუ 1200 ლარი რაში და აი შენ რა იგულისხმე? დალევაში. დალევაში? ხო, ანუ გართობაში. აა. ხო. მეთქი გადავიდა. просто მარტო დალევა არ იყო, მან რა კი ბევრი რაღაც იყო. ხო, აქტივობები. ძალიან ბევრი არ არის ხა 1200 ლარი რა. ორ ადამიანს იყო ეგ თან. ხო, ჩემთან სუჟი მოტავსი ბიჭო იმინა. შენ გადაიხადე და ჩამირიცხე და ან ჩაგირიცხავ, ან არ დავიწყდება და მე არასდროს არ მომწონს. ხო და ისა, ეხლა მარტივად ვიპოვეთ ჩვენ იმპოსტერი, ხო? რატომ? მეკოსა შემოძრელი? რა იწერია? არ შემიდარებია თქო. რასტიშნავს რა. ანუ ყველაზე მეტი რამდენი დაგიხარჯავს და რავი, არ შემიდარებია ჩემ გასვლებში ყველაზე მეტი როდის დავხარჯე და როდის ნაკლები. შენ ქართული იცი. ამან ქართული არ იცის. მერე? მაგითხვაზე არ შემიდარებიას, შენ არ დაწერდი. ეს დაწერდა არ შემიდარებიას. არა, მეც არ დავწერდი მაგას. დაჟე ეს არ დაწერდა არ შემიდარებიას ხდები. ბიჭო, რაღაცა მე ვარ სულ იმპოსტერი. რა იყო შენი კითხვა? რა ფასიანი გიჩუქებია ყველაზე ძვირიანი ვიღაცისთვისო, რა საჩუქარიო და არ შემიდარებია თქო ეხა ფასები. მაინც არა ეგ ფაქტია იყო ჩემი კითხვა. რაღაც უცნაურად გიწერია. ხო რა. ყველაზე ძვირიანი რა მე ვიცი შენ ყველაზე ძვირიანი ვის რაჭი. სუნამოა ჩუქი ძალიან ძვირი. პრემია და 1260 ლარი. მე თანხა არ მახსოვს ზუსტად. რა არის ყველაზე ძვირადღირებული ფეხსაცმელი რომელიც გაქვს? მეც ფასი მეწერა თავიდან. და მე მეთქი ანუ რა არის ფეხსაცმელი და რა ფასიანია ის ფეხსაცმელი რომელიც ყველაზე ძვირიანია. ხო, შტა მართალი. თავი მეც ფასი მეწერა თავიდან. და მეც ფასი ხო აი. და თქვენ ორივე ფასზე წავ. იდეაში მეც ფასზე წავედი, ფასზე წავედი. მე წავშალე და დავწერე, რომ ანუ მეთქი კითხვა სხვანაირად იყო იქ რა. მე არც მახსოვს ეს რა ფეხსაცმელი, ანუ მაგის ბრენდი, ისეთი ბრენდია რაღაცნაირი, აი. ხო, ნაკლებად ცნობილი. ხო, არ არის ეგეთი აი რაღაც basic ბრენდი არ არის. არ მახსენდება ისეთი არაფერი. ხო, ანუ საწყალი. არ აქვს არა. ეხლა ხან ვისაუბრეთ პრემიატა ამასაც ევასება რა. საოცრებას იტყვის ეხა უგონი, რა ჩემი. როგორ არ ახსენდება არ მახსენდება არაფერი. 2 თვის წინ იყიდე პრემიატას კედები 2 წვილი, თუ სწორად მახსოვს თუ 3. როგორ არ გახსენდება? არ არის ეგეთი ძვირი. ფასდაკლება არ იყო მაგრამ. გადააკლეს ეგეთი. არ იყო ფასდაკლება. ბიჭო, აი ხა მე ვიგულისხმე როგორი ძვირადღირებული ტანსაცმელი იცი? ფეხსაცმელი. ან მან არ იყო რაღაც ისეთი სასწაული. просто შენ რომელი გაქვს? ხო, რაღაც მე ვიგულისხმე ძალიან ისეთი რა. მაგრამ რა პრემიატაზე ძვირიანიც ვიდეოში იმაქვს. ხო, просто საბრენდი მართლა არ მახსოვს იმისი. ამიტომაც რავი დავწერე ჩოლებრივად რაღაც. ხო, ნუ მე გიორგის ვადებ ხელს მაინც. მეც. აი რა იყო შენი კითხვა? რა არის ყველა ძვირადღირებული ტანსაცმელი რა? ფეხსაცმელი კი არა? ტანსაცმელი. არაფერი არ მახსენდებოდა ისეთი რა. როცა მარტო ვარ სახლში, იზოლირებულად კომუნიკაციის გარშე, ჩემთვის კომფორტულად რა. ბუნებაში. ადგილს არ აქვს მნიშვნელობა, მთავარია ვისთან ერთად. არ შემიძლია. არ შემიძლია. კითხვა არის ასეთი რა. სად გზნობ თავს ყველაზე ბედნიერადო? ბუნებაში. კოსტა ბუნება იმე. ბიჭო, არა, ნახე. გახტილი ხარ რა. არა. ქიშველი არ ისმენია, შვაქსნეგერი გოზის იმენთან ერთგოელები რო არის. ბიჭო, აი უყურე ყაზბეგში რო ვიყავით მაგალითად და იქ დილას მარტო რო ვიყავით. 2000 გამოდენიმე საათი. რომელ წელს იყო? ანუ მე არ ვამ ყველაზე აი იქ იყო რაღაცა განსაკუთრებული ბედნიერება. ხო, იგი მაგრამ 5 წელია გასული მას მე არ ყოფილ ხარ არსად ბუნებაში. ბედნიერი არ ყოფილ. ხო, ანუ მაგს მე ბუნებაში არ მომიხერხდა. მაგრამ ხო, რთულია ადგე და იმაში გახვიდე რა. ხო, მაგრამ ყველაზე ბედნიერი ჩემი თავი ყველაზე მშვიდად როცა უგზნობდი თავს და ასე შემდეგ იყო ეგ. ბუნებაში.
აი მაგარი ხედია რაღაცა. კი და მუსიკაც ძალიან უხდებოდა, რასაც უსმენდი იმ მომენტში ამ ხედს და რავი, იდეალური იყო. მე კითხვა სხვა რაღაცა იყო. ანუ სად იყავი ყველაზე ბედნიერიო? მაგ მომენტში ვიყავი ყველაზე ბედნიერი. მას მე არ ყოფილიყარ ბედნიერი. ბიჭო, ბედნიერი როგორ არ ყოფილვარ, ეხლაც ვარ ამ წამს, მაგრამ აი ყველაზე ბედნიერი რაღაც ზოგადად შენი ხო არა, უყურე შენთვის ზოგადად ბედნიერი ადგილი. რა არისო? მე გამახსენდა ცხოვრებაში. წარსული არ იყო აქ, ანუ ხო ეხლა ეგრე რა ვიცი, ალბათ დუბაიში ბურჯ ხალიფას მფლობელი ხარ. აჰა. არა, ეგ კიდე სხვა. წარსული თუ არ იყო. არა, ეგ სხვა. სად გრძნობო? სად გრძნობო თავსო? ბუნებაში აი იმ დროს რო ვიგზენი ეგეთ ბედნიერება არ მიგზნია მდე და მე. გავთქვა მე. მე გიგზნია. ძალიან ბევრს გეტყვი, როცა გიგზნია. არა ერთს გეტყვი, როცა შენ გიგზნია თავი ბედნიერად. როცა რაღაცას გადაურჩი მაგალითად არ დავა კონკრეტულად, ხო და. კაი. შენ ეს აფერისტული პასუხი რატო გიძერია? დაახლოებით ერთი მიწერია, არა, მე მიწერია მარტო სახშია. თავარია ვისთან ერთად. მე დაჟე მე პირიქით თავარი ადამიანი არ იყოს. ხო, არა, მე არა. მე თავარი მარტო ვიყო რა. ანუ ხალხს ეგ არ ესმის რატოღაც აი ყველა მეუნება რომ შენ ვერ იქნები ინტროვერტი. რა როგორ ხარ შენ ინტროვერტი? ანუ მე მარტო ყოფნა, მორჩა დამთავრდა. შენ არ ხარ ინტროვერტი რო იყო? ვარ ინტროვერტი. აი, შენ გინდა რო იყო, მაგრამ არ ხარ. ინტროვერტი მე უფრო ვარ. შენ არა, შენ პროსტა ქართული არ იცი. არა, მე ზოგადად ინტროვერტია. სხვა არის. არა, მაგაზე ვაფშე საერთოდ არ არის ის საუბარი. ანუ მე ზოგადად ინტროვერტი. კაი, მაშინ ადგილს არ აქვს უშუალო, თავარია ვისთან ერთადო. ხო, და მაგიტომ ჩემთვის მარტო იყო. მაგიტომაც მნიშვნელოვანია, ჩემთან ვისთან ერთად ვარ. თუ იმ ადამიანთან ვარ, აი ნებისმიერ ადგილას, აი დასე შენთან. ხო, ავსტრიაში ვიყავით. მაგრამ ძალიან ბედნიერი ვიყავი მაშინ. ისე თქვა, გეგონება ავსტრიაში ვიყავით და იმაში ვიყავით. ხო, გეგონება გაზასექტორში იყო. ისე თქვა, ავსტრიაში ვიყავით და ანუ ისეთია რა. მაგარი მოგზაურობა იყო ხო არ გადი. რა. ძალიან მაგარი იყო. გუშინ ერთად ვიყავით კინოში. საოცარ ცუდ ფილმი. ხო, საშინო არ გეტყვით, აი, იმდენ ცუდი ფილმი იყო, გასა რომ არც კი გირჩევ, შემთხვევით ანუ იმაზე არა რაც ვიფიქრე. არა, სუპერგერლზე ვიყავით. всё, გავიცი. საზრობა იყო, აი 10-დან 1, 2, ხა. და ეს მეუბნება რომ მინიმუმ 6 იქნება. მინიმუმ 6 მე მეგონა. არა 5 რა, 6 არ იქნება მე. და ფილმი რო დაიწყო როგორ ვიყავით, ისინი? ეხა 6-მდე როგორ ავიღალო? ნახევარი საათი გავიდა და ტელეფონში ვიყავით ორივე. ბიჭო შეჩემა ნახე როგორი ის არის. და იცი რა იყო უცნაური კინოში ხომ მივედით რა? აიმაქსი იყო, პრემიერა იყო რა. 5 კაცი იყო. კაციშვილი არ იყო და კი დავეჭვდი რომ ასეთი ცუდია დავიჯერო თქო და მართლა საშნელება იყო. მართლა ძალიან ცუდი. საშნელება. არ ველოდი ეგეთ ცუდი. Warcraft-ზე საშნელება იყო, მე და შეგო აიმაქსის გამოვიღავით. ანუ აქ 3D-ც არ იყო. Warcraft-ი 3D მაინცაა და რა აიმაქსის მაგას ექშენი მაინც ხო, აქ ექშენი არაფერი არ იყო რა. იმენ და დაჟე აი ის მუსიკა ჯეიმს განს ზოგადად მუსიკა ახასიათებს როგორც ხო, კარგი მუსიკის მუსიკა შეუძლია, საუნდტრეკები ხო? ანუ ხო, შეუძლია. ეგეც ცუდი იყო. ყველაფერი ცუდი იყო ბიჭო. ერთადერთი ის პატარა არსება რაღაც ავტობუსის რომელიც 5 წუთი ჩანდა. ხო. ეგეც არის. ეგეც არა, ხო. ეს როგორ გადავედით ახლა ამ თემას? კაი. ხო. ანუ ჩემთან ბედნიერად გზნობ თავს. არა, მაშინ ბედნიერად გზნობდით. მას მე არ გიზნია. დაჟე ავსტრიაშიც კი. ხო, დაჟე. არა, რომში ხო ვიყავით? რომში არ ვიყავით. იქ არ ვიყავით. რომში ვიყავით, დავიღალით. რომი დავიღალით, აზარი არა. კაი, მოდი ხმის მისამეზე გადავიდეთ, ხო? კოსტა უიჯვარი ხარ. იმიტომ რომ პროსტა რა ბუნება არის, ბუნება, ხო. 3, 2, 1 კოსტა. ხო, გამშრალობა აქ რას უთქვა, მე ვიყავი იმპოსტერი, კი. ისა, შვიდაც ადგზნობ თავსო. მაინც უცნაური პასუხი მოწარი, აი, სახლი უნდა დაგეწერა მარტო რაღაცა იქ. ბიჭო, აი, რაც ვილაპარაკე ის ახლა სიმშვიდეზე გადააკატავე და არაბედნიერებაზე და ეგაა მართლა. ანუ აი არაფერი რო მეც დავწერდი მთაში. მაქსიმალურად მშვიდად მაგ დროს ხარ, თორემ სახლში შვიდად ვარ, ხო არ მაშინ უხდება. რატო არ დადიხარ მთაში? რატო არ დავდივართ მაშინ მთაში, მოდი. არ ვიცი, ეგ შენს გევასება მთა ეგრე და რატო არ მეც დავდივარ? მევასება. ეგ დაგვიწერეთ კომენტარებში. რატო არ დავდივარ? რატო არ დავდივარ? მე მთაში? ხვეწები, ვაფშე წავიდეთ თქო, რაღაცა თქო, მაგრამ რა გიყოთ ეხლა? ისე კოსტა მართლა წარმომიდგენია ბუნება რო დაწერა, ეგრევე წარმოვიდგინე. გახთელი აქვს ეს მაისური და თმებით და რაღაც დარბის პროსტა. ხო, ის. წავს სვამს აი ასე და გული შემიძლია. ქალაქგარეთ სადაც ცხოვრება წამიყვანს. სახლში და სტუდიაში. გადაღებაზე. გადაღებაზე. კითხვა რა იყო ნახოთ. სად მიდიხარ ყველაზე ხშირად ვიკენდზეო რა?
გადაღებაზე მიდიხარ ვიკენზე ყველაზე ხშირად. ბოლო დრო, ბოლო ერთი თვეა სულ გადაღებაზე ვარ. არა, ყურე კითხვა ეგეთი არისო. ბოილოში არიქარ ეგეთი კითხვა არისო. ყველაზე ხშირად შენი ნებით არცად არ დავდივარ და ბოლო დროა გადაღებაზე ვარ. კაი, ყასა, შენ რა გიწერე მაჩვენე? სახლში და სტუდიაში. ხო, კაი, შენ იმიტომ რომ სხვა გზა არ გაქვს. სახლში ჩემებთან მივდივარ ხოლმე და სტუდიაში სტუდიაში შაბათკვირას ხო უფრო მისწორდება მოსვლა. ხო, მე ხომ ხატრულად დავწერე, რომ ქალაქად სადაც ცხოვრება წამიყვანს. საჭესთან დავждები და სადაც სადადიხარ შენ ქალაქიდან? კაი. აი, ერთ-ერთი გავერია, ცხეთაში წავედი მარტო და. ერთ-ორჯერ, ხო, ანუ ყველაზე ხშირად. აა, ახლა სახლში ვარო, ხო არ დავწერდი. ეხლა მივდივარ შაბათკვირას, ბათუმში მივდივარ ხო? კვირას მიშას დაბადების გექვს, როიცა. უი. ყველა ეპიზოდში ჩემი დაბადების დღეა, ახლოს უკვე სადღაც. ხო, კვირას აქ დაბადები. ეს რო დაიდება, უკვე იქონდა, ამიტომ მივუღწევ დაგვიანებით. კაი, მარტივად, ახლა მის მცემაზე გადავიდეთ, რა თქმა უნდა, მიშაა იმპოსტერი. 3, 2, 1, მიშა. არ ვიყავ მე იმპოსტერი. მე ვიყავ იმპოსტერი. ჩემი იყო საწყდები მეგობრებს ყველაზე ხშირად და ან სახლში ან გადაგებად. 12 წლის ასაკში. 16 წლის ასაკში. 24 წლის რო გავხდი. კაი, კითხვა რა იყო? კითხვა იყო ასეთი. რა ასაკში ისწავლეო მანქანის ტარებაო? 24 წლის რო გახდი? ხო, პრავაზე ჩავაბარა 24 წლის. გავაზე არა, პრავაზე ჩააბა, მართვის მოწმობა იგივე არ იყო კითხვა. კითხვა იყო რა ასაკში ისწავლე მანქანის ტარება. ეგრე ამან 12 ასაკშია იყო შენი აზრით? ან მე 16? მე 12 და 16 წლის ასაკში მართლა არ ვიცოდი ტარება. კაი, უკვე თქვა. იმპოსტერი ვარ. გასაყვანელი კაცია ბიჭო. წამოწდა შემთხვევით. მაშინ როდის იცოდი. ბიჭო, ხო გეუბნები 24 წლის. და შეშალა 24 უწერია და 24 რო გაქვს. ნაიბრები სხვა ენაზე იცი. ვერტოჩი. თქვი რა იყო შენი კითხვა? აი, პირველი მანქანა როდის იყიდება შენი? ოკეი. ისე ხალხო, არ ვიცი ამ დექანი თუ უყურებთ ახლა, აქამდე თუ ვინც მოვიდა და გაძლო? გაძლო. მოგწერეთ ერთი რამე კითხვა XG-ს და ფული მით. ასე წყალს ვაის დავიდეთ. ადემარ პიგე ფლორენციაში ოქროს ხიდზე. რაო? ადემარ პიგე ფლორენციაში ოქროს ხიდზე. სად მაქვს სახლი? როგორ? სად მაქვს სახლი მეთქი? ნახატი. ნახატი, ოკეი. კაი, კითხვა ნახოთ რა იყო. რა არის ყველაზე ზვირებული ნივთი შენ სახლშიო? სად იყიდეო არ იყო კითხვა? იყო რა არის ყველაზე ზვირადღირებული ნივთიო? აი, როიც ზედმეტი დაკონკრეტება რო არ იცოდე, ეხა გაძურებოდი. მე მარტივად დავწერე, სად მაქვს სახლი მე გაჭირვებს. იცით საერთოდ რა არის ეგ? ეგ რომ გწოდნო და ეს ადგილიც რო არ დამეწერა, მაინც უნდა ყოფილიყო. გვითხრა ხო? ადემარ პიგე საათია, ძალიან ზურა. საათი არის, $100,000-ზე მეტი ვის ბევრად. და ეგ გაქვს შენ? არა, კაი, ამის კითხვა სხვა იყო. მე ვარ იმპოსტერი და ჩემი კითხვა იყო, რა გაქვსო, აი, შენი თვალი დააღული, ყველაზე ძვირიანი. გავიგებს. აი, ჩემი თვალით ეგ ნახე ფლორენციაში, ოქროს ხიდზე, ადემარ პიგე 120 რაღაცა $1,000 იღებდა. Come on. ეგრე ხა ისე შეიძლება დაგეწერა. მე მაგალითად ლუვრში ვნახე მონალიზა. მონალიზა. ფასი ხო არ ვიცი და მე რა ფასი რო ვიცოდი ზუსტად და მაშინ რო გამოვყლებდი. კაი, კაცო, რა გინახავ შენ ეგეთი ყველაზე ძვირებული? მე ვიცი რა. Ferrari. აი ახლა მაგას ვფიქრობდი. Ferrari ეგრევე გამახსენდა, მაგრამ კიდე რამე ხო არ მინახავს, მაგას ზვირიანი თქო და. რა შევხები ვარ ყველაზე. ეგრე ახლა მეც მინახავს ხო ახლა, яхтаც მინახავს და რაღაცა, მაგრამ შენ ამბობ ხო? მე იმენა ფასზე გადავედი, აი ფასი რო ვნახე ეგრევე რო მაგაზია. ხო, ნუ ფასი ახლა მანქანის არ მინახავს, მაგრამ ვიცი. ფასი კატასტროფა. ხო, მე რომ მონაკოში რო ვიყავ ისეთ რაღაცები ვნახე, აი ეგრე ბინებს ვათვალე. იახტა შავს ვაშიც კი არის. ბაგეში 4-ოთახიანი ბინა, მაგრამ მომეწონა და ძალიან ძვირი ღება. ამა ადერმარ პიგის ძვირი იყო თუ რა? კი 500 იყიდია. მართლა ვიჯო. $9 მილიონი ღირდა მეტი დაჟე. მილიონ რაღაც $1,000. ბიჭი, რა მანდრესოს იცი? წიათ რო იმას უჭამდით რა, ცხარეს. და მუღამი რო იყო, რომ წაგებული ჭამდა და უფრო მოკვდებოდი ერთმანეთს რა თამაშის დროს რა. რა მეკითი არ დავამატოთ? просто ცხარი არ გაიშვა. აუ, არა, ცხარი არ მინდა არ არის ეს საკვირტა. მაგას აი ველოდებოდი ახლა როდის მივალთ იქამდე რომ აქცეს აგვიდა ცხარი. ეს ხოჭოებიც არ მინდა დამანები თავი. ხოჭოები ვაფშე არა პრობლემა. გემრიელია ყველა. ერთადერთი პრობლემაა რომ ვადაგასულია. ვადაგასულია და მაგის ჩამოტანა ცოტა ისეთია რა. არ გვინდა ისე. აი კომენტარებში დაგვიწერეთ რაზე შეგვიძლია ვითამაშოთ. ხო, აი რაზე. საჭირო რა იყოს.
სასჯელი ხა ცოტა ისეთებს ხო, აწერ. ნუ წინაზეც სასჯელი არ არის, სასჯელი არ თქვა. ცოტა სუდი ის წამოვა. წინაზეც ხარებს ჭამდით ხოლმე, ეხლა რა გააკეთოს წაგებულმა, რა ჭამოს ან რაღაც გააკეთოს, ოღონდ რამე ისეთი აგარეალური არა. ისეთი გააკეთოს ისეთი ახლა წადი ვიღაც არა და შენზე გთქვი და რა გავაკეთოთ და გვიწერე. ანუ აქ სტუდიაში უნდა გაკეთო. ხო, სტუდიაში უნდა გაკეთო. ამ მაგიდაზე. ამ წამ რატომ შემოვხედე ეგრე? ხო, მაგას ვამბობ, რაღაც აგარეალურიო გადახტი და ეხლა პარაშუტით დაეშვი, არა, ვერა. გამოიწერეთ ჩვენი არხი, დაგვალაიქეთ და მომავალ შეხვედრამდე.